Გვირფასო მეგობრებო, ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ ადამიანები, რომელთა მოსმენა ერთხელ მაინც მინდოდა ფხიზელზე და ამიტომ მოვიწვიე. ბენდი, იბერია, მივასალმოთ! რა კარგი დახვედრა მოკლედ. არა, ისე შემოხვედი, რომ პირდაპირ მეტანიების გაკეთება მომინდა. რაღაცა საინახავ, სხვა კითხვა რო დაგისვათ, რაღაცა არ იქნება. მე ბავშვი მოვიყვანეთ გადაცემაში. აბა გითხარით ერთი რა არის? ხო, ეს არის ჩვენი 100,000 გამომწერზე ჩამოსული ვერცხლის ღილაკი, რომელიც YouTube-მა გამოგიგზავნა. YouTube-მა გამოგიგზავნა თო, გილოცავთ რა, თქვენ რა გაუგზავნეთ YouTube-ს? ჩვენ გავუგზავნეთ ხლაპი გაუგზავნეთ, ტყემალი გაუგზავნეთ ქართული. და ბაბუას არაყი. ხო, გავუგზავნ ჭაჭაჭა. მე ხო არ გავიდე იქ რაღაცა აქაც გიქნება წამოწევი. 20-იანი. მომეცი ერთი ეს რა მაგარი რამეა. ესე იგი ეს მილიონობით თქვენი ნახვა, ამდენი გამომწერი აისახა აი ამ ძილოში, ხო? გულოცავთ რა თქმა უნდა. მადლობა. სრულიად დამსახურებულ და ოქროში გადასული იყოს, პლატინაში გადასული იყოს და რა ვიცი, რა მთელი გული დასული. ეს უკვე გზელი ამბებია, თუმცა რა იმედი გვაქვს გამოვიდეთ უკვე რა. რა თქმა უნდა, ჯერ ნახევარზე გვაქვს ასასვლელი ნახევარ. ნუ 112,000-ზე ვართ უკვე რა და ნელ-ნელა წავედი. სულ გეშლებათ ხოლმე 113,000. აუ უკვე 100. კარგი, ახლა ვივაჭროთ? სანამ ლაპარაკობდით მოიმატა რა. ჯერ სადახარ გადაცემის ბოლოს ნახეთ რა ამბავი იქნება და კარგი ეს გადასარევი სიახლე არის თქვენსკენ და კიდევ რამე ახალი თუ გაქვთ? ხო, კიდე ახალი გვაქვს, ახალი სიმღერა გვაქვს, რომელიც ხო, ეგენაცვალე, გადასარევი. რომელსაც ჯერ დღის შუქი არ უნახავს, არც მსმენელამდე მისულა. უკვე გაკეთებული პროცესი. უკვე პროცესია, დაწერილი გვაქვს, გაკეთებული გვაქვს და მალე თუ მაგრები ხართ. მეგრულია, მეგრული, ხო. მაშინ მეგრულ სიმღერას იმერული ფანდური უხდებაო. შეგენაცვალე. ხო და იმერულ ფანდურზე მცხეთელის დაკრული უხდება. ესეა ნახავი. შენ საერთე რაღაცაში ვიჩვარში. რაჭოლის მოწოდებული. ხო და მოდი ორიოდე სიტყვით ვთქვა ამ სიმღერაზე, ეს სიმღერა ძალიან მალე გამოვიდა ავტორთა ჩვენს YouTube არხზე. ხო და ინსპირაცია საიდან მოდის? ეხლა მაგას ვისმე რა. ბაბუა ჩემი მეუბნება ხოლმე რა, ბაბუო, ცუდი არაფერი გააკეთო, არაფერს მიეწიო, ცუცო და აი ღვინო კიდე აიღე და გადაიგვარგვალეო. ხო და ეს გადავი გვარგვალე, რაღაცაია ჟღერსა და მე წავდექი და გეგნივ გვარგვალე. აი, კარგ ბაბუებზე ვიძდები. აი ამაზე ავაწყეთ ეს კარგი სიმღერა. აბა, შეხა ნახევარი საქართველოს გასაგონებსაც ვთქვი და მე დავიწყოთ სიმღერა. ხო. მე არ ვიცი ეს გამ. შენ ჩამომიგარეთ მას. ო! ავედი. გევდირთი და ბაბუშვინი გაგნივ გვარგვალე, დო გაგნივ გვარგვალე, იშენ გაგნივ გვარგვალე, გევდირთი და ბაბუშვინი გაგნივ გვარგვალე, დო გაგნივ გვარგვალე, იშენ გაგნივ გვარგვალე, ტაშ მუშამოკო, აკუსი და პაკუსი, ისკიაშ პისკიო ხეთო, ამარ მიხუჯაკუსი, არტოჩოლე, შილდოჩოლე, სუმიოთ ხომაცირე, ხომორჩიმა, სახეს გათენ კარგალიურო გაბირე, გევდირთი და ბაბუშვინი გაგნივ გვარგვალე, ნო გაგნივ გვარგვალე, შე გაგნივ გვარგვალე, გევდირთი და ბაბუშვინი გაგნივ გვარგვალე, ნო გაგნივ გვარგვალე, შე გაგნივ გვარგვალე. ვენიურად გადვიგვარგვალეთ, ესე იგი ეს სიმღერა და ხوار მომეჩვენა, სახე იყო ნახსენები ერთ-ერთ კუპლეტში. ამ ხელა სახე კაცი წინ მიზის და თანაირად როგორ შეიძლება? მივხვდი. ესე იგი მალე აღენ ესენი ოქროზე ვახო. მეც მომესმა, მაგრამ არ ვიცი, მართლა არის?
კი, არის. იმერელმა კაცმა სახე როგორ გაიგე? აიღაც მაგას დიდი ის უნდა. ყურიბა გაფიცებული სახეებზე. ხო ეს ტექსტი ბექას დაწერილი არის, მიხვდებოდეთ მიგრელი. კი, გადმიგვარგვალეზე მივხვდით. ქართული ნაწილიც არის ამ სიმღერაში. მაგრამ ეს უკვე სრულ ვერსიაში. კი, მაგას ესე პრემიერა კი ვიცით, სადაც უნდა შედგეს და გადასარევი ამბავია, უკვე თან ეხება რაღაც ნახევარი პრემიერა და სრულსაც თან როგორი ის არის, რა ქვია, ამ ყოლის სიმღერა არის და წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, ამ სიმღერითაც. მადლობა. კარგია, კარგი, ნამდვილად. ესე იგი, როგორ ფიქრობთ ახლა ამ ვერცხლის ღილაკს რომ დავუბრუნდეთ? ისი დამსახურებაა, რომ ახალგაზრდებმა დაიწყეს кейფი თუ ცოტა ასაკიანება ვისწავლეთ YouTube-ის გამოყენება? ჩემი აზრით ცოტა ასაკიანებმა ისწავლეთ YouTube-ის გამოყენება. დიდი მადლობა. გაიხარე, ხო და სხვათა შორის ბოდიში იმან განაპირობა კიდე ეს ყველაფერი, რომ მთლიანობაში ხა 2019 წელსაა ჩვენი YouTube არხი შექმნილი. და მთლიანობაში რაც კი გვაქვს ჩვენი ეს რაღაც პროექტები განთავსებული ამ YouTube არხზე 138 მილიონი ნახვა აქვს ყველაფერს ერთად რო შევყიდო. და მე მგონი კარგი შედეგია რა დღევანდელობის. კარგი შედეგია კი არა, გადასარევი. მადლობა ჩვენს მსმენელს და ერთგულ გამომწერებს, თქვენ გაიხარეთ, კიდე გამოგვიწერეთ ორჯერ. რა არის იცით, ძალიან რაღაცა ისე მშვიდად მიდის ჩვენი გადაცემა და ისე რაღაცა სიამტკბილობით, რომ ცოტა შეიძლება მოსაწყენიც კი იყოს და ცოტა ხომ არ გავამწვავოთ ეხლა ეს ამბავი და ეს ვერცხლის რა ქვია, ღილაკი კი გაქვთ, მაგრამ ოქროს ენიანი ტროლი და ბოტი რომ მოვიწვიო ახლა თუ არ იქნებით წინააღმდეგი თქვენ. არავითარ დიდი სიამოვნებაა. აბა ბიჭებო, იბერუს მე ამიტურ აეროტიპიკუს ტემპერამენტოს თქვენ იცით, აბა? გუგა დეინახე იბერია მე ვიდასტუმრად. ვეშენი არიან იბერიის წევრები, უჩებ შედევრები მეგონი. ჯგუფ იბერია რა ლოგიკით დაარქვეს? ქართველი კაცი იბერიაზე გლახას რა ვაიტყვიშო რა მაგით. იბერია მიწისქვეშა გადასასვლელებში მღეროდნენ. ახლა თავხედობა ყოფნით და ზევითაც ღერიან. ჯგუფ იბერია მიწისქვეშა გადასასვლელში მღეროდა, ამიტომაა ხალხი დღემდე გზაზე რო გადარბის. იბერიას მიწისქვეშა გადასასვლელებში სიმღერა აუკრძალეს. ხალხი აღარ ჩამოიზდა ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი იზრდებაო. ერთხელ ჯგუფი იბერია მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელი ერთმანეთში აერია და ბეკატულაია სიმღერის დროს კი ნახამ ოპელმა გეიტანა. სხვათა შორის დღეს ჭიათურიდან რომ მოვდიოდით, მარშრუტკის ბრძოლს იბერიას სიმღერები ქონდა ჩართული და უკან ტაქსით ვაპირებთ წასვლას ამის გამო. ჯგუფ იბერიის წევრები ძალიან ნიჭიერები არიან. საიდან დაასკვენი? ასეთ სიმღერას რომ უაწონებ ხალხს, ნიჭი არ უნდა მაგა. იბერიის სიმღერები მილიონობით ადამიანს აქ მონაშმენ. მონასმენი თუ მოსმენილი? დამიჯერე ამ სიმღერას მონაშმენი უფრო უხდება. ჯგუფ იბერიას სიმღერებს YouTube-ზე მილიონობით ნახვა აქვს. მეტი ჟღიშები ვართ. ჯგუფ იბერიას YouTube-მა ვერცხლის გასათის ღილაკი გამოუგზავნა. ვერცხლის გასათი. მე რეაგიქს მე. რა ჩვენია ვართ რა რაიო. YouTube-მა ვერცხლის ღილაკი თუ გამოუგზავნა, ოქროს რატო აღარ გამოუგზავნა? ოქროს ტკეცავდნენ ლომბარდში და მაგითო. იბერიას სიმღერას YouTube-ზე 34 მილიონი ნახვა აქვს. მაგრამ იბერიის ბიჭებს ჯიბეში 34 ლარი არა. ჯგუფ იბერიას და სტუდია MTV-ს თანამშრომლობა ჩაიშალა. იატო. იმათ ფრანგული ჭერი უნდოდათ და ამათმა მარტო გიფკარდონს ვაკეთებდო. იბერიამ დისკი გამოუშვა და უფრო გაყიდვადი რო ყოფილიყო სიმღერებთან ერთად ტერმინატორი 2 მიაწერას. ჯგუფი იბერია ყოფილა ხალხის შეუვლის ჯგუფი. ვინ გითხრა? ბეკაწულაია ტყუილს რა უმეტყო და გიგის ზოსიაშვილს მეუღლე ერთი ნახვით შეუყვარდა. სოზიაშვილი. ო, სოზიაშვილს. გიგას გვარი სულ ეშლება თქო, მაგითო შეგისწორი, სოზიაშვილი. ო, იყო სოზიაშვილი. კაი, თავიდან. უკვე კაია არა რა, თავიდან. ეს არა მომიჭრათ. ო, გიგას სოზიაშვილს მეუღლე ერთი ნახვით შეუყვარდა.
შეიძლება, მაგრამ მის მეუღლეს კი ერთი ნახვით არაფრით არ შეუყვარდებოდა. იბერია ზაფხულში კონცერტს ბათუმში ატარებს, მაგრამ კოიკებს ქობულეთში გირაობს. ყოფილა ეგეთი ფაქტი. ბათუმში რატომ ატარებს ხოლმე კონცერტს? ხალხი რო გამეიკიდოთ გაქცევას გვითაც შეიძლება გაჩვენო. ერთხელ ჯგუფმა იბერიამ ნუდისტურ პლიაჟზე კონცერტი გამართა და ხალხი იმას იძახოდა, ასეთი უმსგავსობა როგორ შეიძლება? ერთმა ბიჭმა გოგოს სიყვარული ჯგუფ იბერიის კონცერტზე აუხსნა. გოგომ რა უპასუხა? შენ რომ მართლა ყვარებოდი ამ მათ კონცერტზე არ მომიყვანდიო? ერთხელ ჯგუფი იბერიას კონცერტი სრულიად უფასო იყო, მაგრამ ხალხი მაინც იმას უძახოდა, რამ ხელაფასი ადებსო? მართლა მღერიან რესტორანში. კი, ამას წინათ ვიყავი და ოფიციალმა მითხრა, ძვლები არ გადაყაროთ ჯგუფ იბერიის თვით მინდა. აიცია ზაღლი იყო ჯგუფში. ზემოდან. იბერია ცდილობს რომ სიმღერები ეთნო ჯაზისკენ იყოს გადახრილი. ეთნო ჯაზი არ ვიცი, მაგრამ გადახრილი ნამდვილად არის. იბერიას სიმღერებში სხვა სიღრმე და ალეგორია დევს. მართლა. ხო აბა ეს ყوار იქნება მარტო. იოიტახიან ქართული შოუ ბიზნესი მკვდარია, ქართული შოუ ბიზნესი მკვდარიო. ვისი დამსახურება მაგი? უმადურები. ჯგუფ იბერიას სიკვდილის შემდეგ დააფასებდნენ. გაჩუმდე რა ვარც იქნაო. ოდიში და თქვენ გასვენებებში უკრავთ. არა, რა გასვენებაში. ესე ტყუილა გავაჩერე ბაბუაჩემი 10 დღით. უგა, იბერია გამწინდება. გეგინე თარა მგონი. წავით ჩვენ, თუ რამე გეწყინათ სიმღერით დაწერეთ და ისე გითხარით და თქვენი ამბავი რო ვიცით მაგეც გახიტდება. გენაცვალე. მადლობა. როგორია შენ მე აგიხსნით კიდევ ცალკე. ესე იგი, მართლაც და თქვენი სიმღერები ყველგან ისმის, რა საკონცერტო დარბაზებში, რესტორნებში, მანქანებში, ქუჩებში და ერთი ზურა შოუშიც რომ გააჟღეროთ კიდევ ერთი სიმღერა, მე მგონი არ იქნება ცუდი. კი გენაცვალე. ნამდვილად არ იქნება ცუდი. მადლობა ბიჭებო. დავაი. შენზე ოცნებებს შევასხიფრთები და ეს სიმღერა მხოლოდ შენია ფიქრებში მაინც ვიქნები შენი ამ სიყვარულზე შენ გიმღერივარ ყვარებია შენი თვალები ყვარებია ეს ვარსკვლავები ყვარებია შენი თვალების სფერა ყვარებია შენი თვალები ყვარებია ეს ვარსკვლავები ყვარებია შენი თვალების სფერა შენზე ფიქრები დარჩება ჩემში თვალწინ მიდგახარ კესანით ხელში გაზაფხულს გავხარ მაისის თვეში შენზის ხივი ხარ ნისლიან დღეში ყვარებია შენი თვალები ყვარებია ეს ვარსკვლავები ყვარებია შენი თვალების სფერა ყვარებია შენი თვალები ყვარებია ეს ვარსკვლავები ყვარებია